დღემშვიდობისა წარმატებულ სასიამოვნო დღეს გისურვებთ და რაც თავარია სიმშვიდეს გისურვებთ ყოველს. მოგვენატრეთ ჩვენ მიუხედავად ისა რომ გუშინ ვიყავით ეთერში. და ამინდებით გამოვიდა უკვე არაჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ინფორმაციით ვართ მოსული. მე მაშინებს შენ ყოველდღიურად განსაკუთრებულად ვუმატებ შენ სილამაზზე ვეც. მე თუ რა გავაკეთო საწავ არ ვიცი გაზაფხულის ბრალია. კარგია. სასწაულის სიახლით ვართ დღეს გადაცემაში. ფანტასტიკური თემა გვაქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ 20 მაისამდე დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე. საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ და რაც მთავარია არის უფასო პროგრამებიც ჩემონატუკა. ხო და აი რომელი პროგრამები არის უფასო და კიდე ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენი სტუმარი. ანუ მარტო უფასო კი არა, რა პროგრამა და რა პროფესიები შეიძლება დავიღოთ. კი ბატონო, ჩვენი სტუმარი პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი თამარ კვინიკაძე გვიპასუხებს. მოგესალმებით. და მოდი მოვიწვიოთ ქალბატონი თამარი. ვიხარია რომ ჩვენთან სტუმრად ბრძანდებით და მასწავლეთ რაც თავარია ფანტასტიკური ინფორმაციით მოგზანდით საჭირო ინფორმაციისთვის სტუმრობისთვის და ძალიან ბევრი კითხვები გამოიყურებით ძალიან კარგად როგორ ბრძანდებით ჩვენთვის ტრადიციული კითხვა არის დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მობრძანდით ამ ინფორმაციით ჩვენთან გვიხარია რომ ჩვენ გვასპინძლობთ და ჩვენთან გაჟღერდება ის ინფორმაცია რაც ძალიან კარგია. პირველ რიგში მოდი ქალბატონ თამარს ვკითხოთ აი ესე იგი ვის შეუძლია აი ამ პროფესიული განათლების მიღება. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენ მაყურებელს და მინდა პოზიტიური გადაცემა გამოგვივიდეს იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 20 მაისის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ დარეგისტრირდეს ონლაინ პორტალზე www.ms.g სადაც ისინი ამომწყურავ ინფორმაციას მიიღებენ დაწესებულებების, პროგრამების და ყველა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მათთვის საინტერესოა ჩარიცხვის პროცედურებისთვის. დიახ, თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა ზედა ქვედა ზღვარი თუ არსებობს, ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად. რა თქმა უნდა, ასაკობრივი ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია მოვიდეს, მისთვის სასურველი პროფესია აირჩიოს, ჩაირიცხოს და შეიძინოს დამატებით, ან მისთვის პირველი პროფესია და დაიწყოს კარიერა პროფესიული განათლებით. დოკუმენტაცია, რა დოკუმენტაციაა საჭირო ჩარიცხვისთვის ატესტატი ალბათ ხომ? ალბათ სკოლა უნდა გქონდეს უკვე დამთავრებული და შეიძლება მეცხრე კლასიდან. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლავთ დაშვების წინაპირობები განსაზღვრული. მაგალითისთვის მესამე დონის პროგრამებისთვის საბაზო განათლება საკმარისია და დანარჩენი პროგრამებისთვის არის სრული ზოგადი განათლება, ანუ 12 კლასის ატესტატი აუცილებელი წინაპირობა. რაც შეეხება დოკუმენტაციის წარდგენას, უკვე როდესაც აპლიკანტი მოიპოვებს ჩარიცხვის უფლებას, დაწესებულების მიერ დადგენილი დოკუმენტაციის ნუსხის შესაბამისად წარადგენს ამ დოკუმენტაციას, გააფორმებს სტუდენტის ხელშეკრულებას და დაიწყებს სასწავლო პროცესს, რომელიც იწყება 15 სექტემბერს. და აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი როგორ ხდება, როგორ უნდა მოიპოვოს, ასე ვთქვათ, ჩარიცხვის უფლება, ეს გამოცდები იქნება თუ აი როგორი ფორმით ხდება? დიახ, მეხუთე დონის პროგრამებისთვის, როგორიც არის მაგალითად საექნო განათლება, შრომის უსაფრთხოება, ვეტერინარია, ფარმაცია და ასე შემდეგ, ტარდება ნაეკის ცენტრალიზებული ტესტირება. დანარჩენ პროგრამებზე დაწესებულება თვითონ განსაზღვრავს შერჩევის მეთოდს. ეს შეიძლება იყოს შიდა ტესტირება, ან მოტივაციური გასაუბრება, ან მაგალითისთვის პრაქტიკული მოსინჯვა ისეთი პროგრამებისთვის, როგორიც არის ან შემოქმედებითი ტური, როგორიც არის სახელოვნებო მიმართულება, მომსახურების სფერო და ასე შემდეგ. რა ტიპის დონეები, აი დონეები ახსენეთ, რა ტიპის დონეებზე საუბრობთ? ჩვენი პროფესიული განათლების პროგრამები განთავსებულია 3 დონეზე, ეს გახლავთ საბაზო, საშუალო და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და შესაბამისად განსაზღვრულია კომპეტენციები. აქედან გამომდინარე, დგინდება შერჩევის მეთოდებიც, დაშვების წინაპირობებიც. ქალბატონ თამარ, თქვენ ჩამოთვალეთ რამოდენიმე ისეთ პროფესია, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს, თუ არის იმის საშუალება, რომ რამოდენიმე პროგრამაზე ერთდროულად დავრეგისტრირდეთ? არა, ვინაიდან სახელმწიფო სრულად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლებას, აქედან გამომდინარე,
ერთ მიღებაზე აპლიკანტ შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი პროგრამა და მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია შემდეგ მეორე პროგრამა აირჩიოს, როდესაც ის ამ პროგრამას დაასრულებს. იმიტომ რომ იმდენად დატვირთულია სასწავლო პროცესი, რომ უბრალოდ გამორიცხულია, რომ ორ პროგრამაზე პარალელურად შეძლოს. რამდენ პროგრამაზე არის მიღება ამ შემთხვევაში გამოცხადებული? აპლიკანტ შეუძლია აირჩიოს მაქსიმუმ 3 პროგრამა და შემდეგ უკვე მისი შესაბამის ქულის და რეიტინგული ადგილის მიხედვით ჩაირიცხება კონკრეტულ დაწესებულებაში კონკრეტულ პროგრამაზე. წელს ჩვენ შეთავაზებული გვაქვს საგაზაფხულო მიღებაზე 340-მდე პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით. რადგან დიდი რიცხვია ეს და 8700-მდე ადგილი. ჩვენ ვფარავთ სრულიად მთელ საქართველოს, ყველა რეგიონს და უმეტეს მუნიციპალიტეტს. როგორც საჯარო კოლეჯების კუთხით, ასევე კერძო საგანმანათლებლო პროვაიდერების დაფარვა გვაქვს უმეტეს რეგიონში. ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები რომ გითხრათ აქვე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. იცვლება ფიქრობ მაყურებელს საინტერესებს და დიახ, ყოველთვის, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი არის საინფორმაციო ტექნოლოგიები. ой, რა საინტერესოა. საინფორმაციო ტექნოლოგიები, მომსახურების სფეროდან კულინარია, კონდიტერია, ძალიან პოპულარული გახდა ახლა მშენებლობა და ინჟინერია, იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა არის ასევე დარგის მხრიდან და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. არის ისეთი პროფესიები, რომლებიც რეგულირებადი პროფესიებია და დამსაქმებელი არ ღებულობს შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის ან სერტიფიკატის გარეშე, ესეთი გახლავთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა და რა თქმა უნდა ჯანდაცვის მიმართულება არის ყოველწლიურად მეტად და მეტად პოპულარული. ყოველწლიურად რაღაცა სხვადასხვა პროფესიები, ასე ვთქვათ, უფრო მოთხოვნადი ხდება. თქვენთან თუ ხდება დამატება კიდე რაღაცა სხვა პროფესიების? ჩვენ ყოველთვის პასუხობთ, ვცდილობთ, რომ ვუპასუხოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ეს პროფესიები, პროგრამები და კვალიფიკაციები იქმნება დარგის ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად. გათვალისწინებულია მათი მოთხოვნები. ფაქტობრივად ისინი წერენ ამ პროგრამებს, ჩვენ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას მხოლოდ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას ვუწევთ და საგანმანათლებლო მიმართულებით და აბსოლუტურად მორგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ შარშან დავიწყეთ ესეთი მასშტაბური გადახედვა ამ კვალიფიკაციების და ეტაპობრივად შევთავაზებთ განახლებულ პროგრამებს ჩვენს მოსახლეობას და უკვე წელსაც რამდენიმე პროგრამა გვაქვს განახლებული, შეთავაზებული და შემოდგომის მიღებისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი პროგრამა დაემატება. თუ განცხადება შემოვიდა მეტი, ამ შემთხვევაში როგორ იღებთ მსურველებს კონკურსი რასაც თვალისწინებს? დიახ, თუ არის კონკურსი, როგორც გითხარით, გარკვეულ პროგრამებზე ნაიკის ტესტირებაა და აქ საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტები ირიცხებიან, ხოლო თუ არის დაადგენილი დაწესებულების მიერ შიდა შერჩევა, რა თქმა უნდა, იქაც შეფასების მიხედვით საუკეთესოები. ხალბატონ თამარ, მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ შეიძლება, ასე ვთქვათ, გავიგოთ აი ინფორმაცია, რაც შეიძლება კიდევ მოვიძიოთ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ რო გავიგოთ. რეგისტრაცია, როგორც გითხარით, მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, ეს გახლავთ პორტალი VTM-ში, ან ნებისმიერ კოლეჯში შეუძლიათ მივიდნენ და იქ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამების შესახებ და ასევე კოლეჯები დაეხმარებიან ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევენ რეგისტრაციის პროცესში. მუშაობს ჩვენი სამინისტროს ცხელი ხაზი 200-220 და აქაც შეუძლიათ კონსულტაცია. 200-220. დიახ. პრობლემა. ვადები, აი რამდენ ხნიანი არის იგივე რეგისტრაცია და შემდეგ სწავლებას რა პერიოდი აქვს თუ არის ვადები? დაახლოებით 3 კვირა გვაქვს რეგისტრაცია, 28 აპრილს გაიხსნა და 20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. შემდეგ იქნება შერჩევის ეტაპი, ჩარიცხვის პროცედურები და სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს. 15 სექტემბერს. რაც შეეხება პროგრამების ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, პროგრამის სპეციფიკიდან და შინაარსიდან გამომდინარეა, 1-დან 3 წლამდეა პროფესიულ პროგრამებზე სწავლება, საშუალოდ წელიწად ნახევარი 2 წელი.
თუ ვერ რეგისტრირდება ამ შემთხვევაში მსურველი, რამდენად უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას ამ შემთხვევაში კოლეჯი? კოლეჯი შეუძლია მიმართოს და კოლეჯი გაუწევს ტექნიკურ მხარდაჭერას რეგისტრაციის პროცესში. ყველაზე მეტად მომწონს, რომ ასაკი არის შეუზღუდავი. კი ბატონო. მე აქ მაინტერესებს პროგრამები, რომელსაც წინაპირობა აქვს და ამაზე თუ შეგიძლიათ რომ ვისაუბროთ. დიახ, აი როგორც ვისაუბრეთ, მესამე დონის პროგრამებისთვის არის საბაზო განათლების ატესტატი საკმარისი, ხოლო მეოთხე და მეხუთე დონის პროგრამებისთვის სრული ზოგადი განათლების ატესტატი. თუმცა პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს დამატებით დაშვების წინაპირობ პირობას, მაგალითად ასაკობრივ შეზღუდვას 18 წლამდე. ეს უკვე დამსაქმებლის მოთხოვნიდან გამომდინარეა, მაგრამ იშვიათია ძალიან ესეთი შემთხვევა. გაბატონ თამარ, რომელი პროგრამებია უფასო და რომელი კოპიო? რაც ყველაზე საინტერესოა მაყურებლისთვის ნამდვილად. პროგრამების მიხედვით არ ხდება დიფერენცირება. სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას საჯარო კოლეჯებში, ხოლო კერძო პროვაიდერებისთვის სამინისტროს მიერ დადგენილი პრიორიტეტული პროგრამების ფარგლებში ხდება დაფინანსება, თუმცა კერძო კოლეჯ შეუძლია სტუდენტისთვის დამატებითი გადასახადი დააწესოს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსების სახით. ფანტასტიკური ინფორმაცია ნამდვილად ახლა გისმენთ და გულწრფელად ძალიან მიხარი რომ სახელმწიფოსგან არის ხელა ინიციატივა და დაფინანსება კიდე. კი, ნამდვილად. უღრმესი მადლობა ნამდვილად სამინისტროს ამისთვის. მე დავამატებ, რატომ არის პრიორიტეტული პროფესიული განათლება ქვეყნისთვის. რადგან ეს არის განათლების ზუსტად ის საფეხური, სადაც მოკლე დროში შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და ჩვენ ვიცით, რომ შრომის ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მათ ამ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება უსწრაფესად ბოლო პერიოდის განმავლობაში და შესაბამისად კვალიფიციური კადრების მოთხოვნა სულ უფრო მზარდია და დეფიციტურია. აქედან გამომდინარე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ კვალიფიციური კადრები მიეწოდოს შრომის ბაზარს, იმიტომ რომ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და აქედან გამომდინარე ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ. ეს არის ბედნიერება და ამისთვის აუცილებლად უნდა უთხრათ მადლობა სახელმწიფოს. ნამდვილად. არ შემიძლია არ კითხოთ გაბატონ თამარ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თუ თავისუფლებიან ადამიანები, რომლებიც სტატუსის შემთხვევაში. ხო, ამ სტატუსის შემთხვევაში. ხო, მნიშვნელოვანია. დიახ, ერთჯერადად თუ შემოვლენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, სადაც სწავლობენ, მათ გადაუვადდებათ სამხედრო სავალდებულო სამსახური. მაგალითად, მე-12 კლასს, როდესაც დაამთავრებს მოსწავლე, ჩააბარებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, პირობითად არის 2 წლიანი პროგრამა, მისი არჩეული 2 წლის ვადით მათ გადაუვადდებათ ეს სავალდებულო სამსახური. დიპლომები, რა სახის დიპლომები გაიცემა? სახელმწიფოს მიერ გაიცემა სახელმწიფო დიპლომები გაიცემა პროფესიული განათლების, რა თქმა უნდა, და აქვე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც 2020 წლიდან დაინერგა პროფესიულ განათლებაში. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ერთგვარი ჩიხი იყო იმ შემთხვევაში, თუ საბაზო განათლების შემდეგ გამოდიოდა მოსწავლე სკოლიდან და მე უკვე ვეღარ აგრძელებდა სასწავლო პროცესს. ჩვენ დავნერგეთ ინტეგრირებული პროგრამები, რაც გულისხმობს, რომ მეოთხე დონის პროგრამებში ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების კომპონენტი და პირი, რომელიც გამოდის სკოლიდან საბაზო განათლების შემდეგ და ირიცხება ინტეგრირებულ პროგრამაზე, ის დარგობრივ მოდულებთან ერთად პარალელურად სწავლობს ზოგადი განათლების კომპონენტს და ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ის იღებს როგორც პროფესიული განათლების დიპლომს, ასევე სრული ზოგადი განათლების ატესტატს. ამგვარად მას შეუძლია მაშინვე დასაქმდეს, ან გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე. ანუ პროფესიასაც იძენ და პარალელურად სწავლასაც ამთავრებს. რა კარგია. გაბატონო თამარ, ეთნიკური უმცირესობებისთვის თუ არსებობს დამატებითი სერვისები? რა თქმა უნდა არსებობს, როგორც სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული ეს საკითხი, თავისთავად განათლების მთლიანად სისტემისთვისაც და იმ შემთხვევაში თუ არაქართულ ენაზე აბარებს აპლიკანტი გამოცდას ჩარიცხვის დროს, ჩვენ მათ ვთავაზობთ ქართული ენის მოდულების სწავლებას, რომ შემდეგ ისინი სრულფასოვნად შეუერთდნენ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებას და კურსს.
რა მოთხოვნებია რეგიონალურ კოლეჯებზე? რა პროფესიების მოთხოვნა უფრო მეტად? რეგიონალურ კოლეჯებში არის ყველანაირი პროფესია მოთხოვნილი. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში სჭირდებათ როგორც ელექტრიკოსი, ასევე კულინარი, ასევე ბაღის აღმზრდელი, ყველანაირი პროფესია რეგიონში საჭიროა. ამიტომ გვაქვს რეგიონებში უფრო მეტად მულტიპროფილური კოლეჯები. თბილისში გვაქვს რამდენიმე მონოპროფილური კოლეჯი, მაგრამ რეგიონში ძირითადად გაშლილი ვართ სხვადასხვა დისციპლინებით. და ყველა საინტერესოა რომ ქართული ენის სწავლაც ხდება ხო თქვენთან აი მოთხოვნა რამდენადაა? მოთხოვნა ხო და ეს არის ძალიან მოთხოვნა ნამდვილად არის ყოველწლიურად ირიცხებიან აპლიკანტები, რომლებიც არ ფლობენ სრულად ქართულ ენას და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან საგანმანათლებლო პროცესი სრულად მიმდინარეობს ქართულ ენაზე, ამიტომ ჯერ ისინი სწავლებენ სახელმწიფო ენას და შემდეგ უერთდებიან პროგრამის სწავლებას. ეხლა არ შემიძლია არ ვეკითხო. აი ყველაზე ხანდაზმული სტუდენტი, ასე ვთქვათ. თუ გახსოვთ და თუ იცით 80 წელს გადაშორება. ყველაფერი წინ მაქვს მეგობრებო, ყველაფერი წინ მაქვს. სწავლა ბრავო ამ ადამიანს, ვისაც პროფესიაზე ამ შემთხვევაში დაეუფლა პროფესიას, მართლა ბრავო. ძალიან ხშირია 60-70 წელს გადაცილებული ადამიანები მოდიან და მათთვის ეს არის ერთგვარი შემდგომ თვით დასაქმების შესაძლებლობა და არა მხოლოდ ასაკოვანი ადამიანებისთვის ჩვენთან სასწავლო პროცესში აქცენტირებულია სამეწარმეო კომპეტენციების განვითარება, რომელიც უკვე კურსდამთავრებულებს ეხმარება არა მხოლოდ კომპანიებში დასაქმების თვალსაზრისით, არამედ თვით დასაქმებით მათ შეუძლიათ თავიანთი საწარმოები, კომპანიები გახსნან და უკვე ამ კუთხით თავიანთი ბიზნესი აწარმოონ. თუ გახსოვთ ამ შემთხვევაში ხანდაზმული სტუდენტის პროფესია, რა პროფესიას დაეუფლა ის? ნამდვილად არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს და მე შემიძლია შემდგომ უკვე მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ქართული ენის მოთხოვნა თუ არის ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობების მხრიდან რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს და ასაკოვანი ხალხისგან მაინტერესებს პირველ რიგში თუ ითხოვენ ისინი ქართული ენის შესწავლას? ითხოვენ, ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით ეთნიკურად მჭიდრო დასახლებულ რეგიონებში. ყოველწლიურად ირიცხებიან აპლიკანტები და საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს მათი მხრიდან, იმიტომ რომ ისინი სწავლობენ სახელმწიფო ენას, მეტად შეუძლიათ ინტეგრირდნენ სოციალურ გარემოში და ჩვენთან ქართული ენის მოდულები არ არის მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლება. მთელი რიგი კომპეტენციების კრებულია, ასე ვთქვათ, სადაც მათ შეუძლიათ კომუნიკაციის უნარები გამოიმუშაონ სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით, მეტად იყვნენ ჩართულები და მრავალ კომპონენტიანია პროფესიულ განათლებაში სწავლება და მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ დარგობრივი უნარების გამომუშავება ხდება, არამედ იმ რბილი უნარების და საკვანძო კომპეტენციების, რომელიც მერე მათ უკვე ეხმარებათ სოციალურ ინტეგრაციაში. შეშემოპირებზეც უნდა ვისაუბროთ, აი თუ არის, ასე ვთქვათ, მათთვის დიახ, განათლების სისტემაში მათთვის განათლების ყველა საფეხურზე შეთავაზებულია დამატებითი სერვისები, ეს გახლავთ როგორც სკოლაში, ასევე პროფესიულ განათლებაში და უმაღლესში და პროფესიულ განათლებაში ავტორიზაციის სტანდარტში დევს ეს მოთხოვნა, რომ კოლეჯი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს, მას უნდა ქონდეს ადაპტირებული გარემო და გარდა იმ დაფინანსებისაც, რასაც სახელმწიფო სასწავლო პროცესისთვის გამოყოფს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის გახლავთ დამატებითი დაფინანსება გამოყოფილი იმისთვის, რომ უზრუნველყოთ მათი დახმარება სასწავლო პროცესში. ეს გახლავთ ავტოტრანსპორტით მომსახურება, მობილობის სპეციალისტი, ინდივიდუალური სპეციალისტი, დიახ, ჟესტური ენის თარჯიმანი, მათთვის დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმები და ამ გეგმების მიხედვით ხდება მათი სწავლება. იმ შემთხვევაში თუ დასწავლის პრობლემები აქვს, ან სხვა ფიზიკური შეზღუდვა, რა ხდება ამ შემთხვევაში? აი ამაზე ვსაუბრობ, ზუსტად მათთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დგება, თუ შეზღუდული მობილობის სპეციალისტები არიან მიმაგრებულები, ტრანსპორტით უზრუნველყოფა ხდება და მათზე მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალურად. არაჩვეულებრივია, მართლაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა აი ამ საოცარი პროგრამისთვის. ნამდვილად, ორმოს მადლობა სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ ვადებზე ვისაუბროთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია. სანამ ვადებზე ვიტყვი, კაფიო
იყოს ამ მე მინდა შემთხვევაში? განვუმარტო ადამიანებს, რომლებიც აპირებენ პროფესიულ განათლებაში შემოვიდნენ და ისწავლონ კოლეჯებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, მათთვის კოლეჯებში შეთავაზებულია ასევე სტუდენტური აქტივობები სხვადასხვა სახის. აი ეს აქტივობები ძალიან საინტერესოა. სახელოვნებო მიმართულების, სპორტული, შემოქმედებითი და ეს მათ უფრო მრავალფეროვანს ხდით მათ სტუდენტურ ცხოვრებას და სასწავლო პროცესს და მე მინდა მათ ვუთხრა და შევპირდე რომ კოლეჯებში დახვდებათ ისეთი ინოვაციური გარემო, რომელიც მოწყობილია საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომ ეს არის განსხვავებული გარემო სკოლისგან და მათთვის ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება იქნება. საინტერესო მრავალფეროვანი, როცა ისინი ისწავლენ. მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ საიტი, სადაც უნდა დარეგისტრირდნენ და ვადა აუცილებლად და კიდევ ერთხელ ჩვენ აქვე გეტყვით ძალიან დიდ მადლობას თქვენ და სახელმწიფოს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება მთლიანობაში ეს პროგრამა, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რა თქმა უნდა 18 წლის ზემოთ ზღვარი უკვე აღარ არსებობს. რაც ყველაზე სიხარულოა შენთვის ნატუკა. აბა რა. კიდევ ერთხელ გავუმეოროთ ჩვენს მაყურებელს. 20 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საიტზე www.emis.g და დამატებითი კონსულტირებისთვის დარეკონ ცხელხაზზე 2-200-220. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნამდვილად თქვენ სახელმწიფოს რომ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. მადლობა სტუმრობისთვის. ახლა კი ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დროებით.